მინდა შემოგთავაზოთ ესეთი თემა, რომელიც რა თქმა უნდა, როგორც მე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში და როგორც ვიცი ჩემი კონსულტაციებიდან, პირადი კონსულტაციებიდან, თქვენი კომენტარებიდან, რომ ყველაზე საინტერესო თემა არის ყოველთვის რა? სამი თემა, ხო? ანუ ურთიერთობა, ფავორიტი, ფული, რა თქმა უნდა, და პირადი დანიშნულება, ანუ რისთვის ვარ მე აქ მოსული. და ჩვენ გვაქვს აი ეს რუბრიკა შაბათობით, როცა ჩვენ ვარჩევთ რამე სიტუაციას და ჩვენ დღეს რა თქმა უნდა ჩვენ ფსიქოლოგიის წიგნებს გამოვიყენებთ, ტაროს და ვისაუბროთ უფრო ღრმად. ანუ კი ავიღეთ თემა რა ცვლილებები იქნება ავიღე პერიოდი 3 თვე თქვენ ცხოვრებაში და ავიღოთ ჩვენ სამივე ეს სფერო და განვიხილოთ. იმიტომ რომ ყველას გვინდა ბედნიერება, ყველას გვინდა რომ ჩვენ ვიყოთ რეალიზებულები, გინდათ ურთიერთობაში, გინდათ პროფესიაში სიტყვაზე, ანუ საქმე საჭირო გვინდა ვიყოთ, ხო? ანუ რას ნიშნავს ბედნიერება? ბედნიერება იმას ნიშნავს, როცა მე მაქვს თვითრეალიზება ყველა სფეროში აბსოლუტურად, ხო? როცა კარგი ურთიერთობები მაქვს, როცა ფინანსურად კარგად ვარ, როცა საქმე მაქვს, რომელიც ვარ დაკავებული და რომელიც მსიამოვნებს და მახარებს. ანუ დილით რომ ვიღვიძებ და მიხარია, არა აქვს მნიშვნელობა რა ამინდი არის გარეთ, ის ამინდიც კარგია, იმიტომ რომ მე ვგრძნობ თავს კარგად. ამიტომ პირველ რიგში ყოველთვის ჩვენ უნდა გქონდეს ესეთი კითხვა, რა შემიძლია კიდე გავაკეთო მე იმისათვის, რომ ვიყო ბედნიერი. და რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის არის დამოკიდებული ჩვენზე. არავის, აი როგორ არის, იცით, შენი ბედნიერება არის შენს შიგნით, შენ როგორ გრძნობ თავს, მაგრამ დამოკიდებული არის შენ თვით რეალიზებაზე. ნუ უკვე ვთქვი, რაც არის. ამიტომ ჩვენ დღეს ვნახოთ ეს სამივე თემა, განვიხილოთ და მინდა გითხრათ კიდე ერთი რამე, რომ საერთოდ ეხლა ჩვენ ცხოვრობთ ისეთ პერიოდში, როცა ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ ყველა ნებისმიერ კითხვაზე პასუხი. უბრალოდ ეს უნდა გვინდოდეს. და მე ძალიან მიხარია, რომ ვინც მე მომყვება უკვე კაი ხანი, მათი ცხოვრება იცვლება, იმიტომ რომ არიან ეს ადამიანები, ანუ თქვენ, უმრავლესობა, ხართ იმ კატეგორიის ხალხი, რომ თქვენ არ გიშლით ხელს, არც ჩემი თქვათ ახლა საუბარი არასუფთა ქართულის, ხო? არც გიშლით ხელს, რომ შეიძლება ვიდეო გრძელი, უბრალოდ თქვენ იღებთ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ. თქვენ იღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენ გეხმარება თქვენს ცხოვრებაში და მე ვიღებ ანუ ჩემთან ბრუნდებიან ადამიანები, ვინც ჩემთან კონსულტაციაზე იყვნენ 1 წლის წინ, 3 წლის წინ და ისეთ შედეგებს მეუბნებიან, რომ საოცარს და ძალიან ბევრს დაეხმარათ ბედის მატრიცა. თქვენ იცით, რომ მე ვარ საქართველოში ერთ-ერთი სპეციალისტი, რომელიც მუშაობს ძალიან ღრმად ამ ბედის მატრიცით, უკვე წლები მაგ უდიდესი გამოცდილება, უდიდესი არა ათასობით ადამიანებს დავეხმარე და ეხლა მოვიდა ის დრო, რომ აუცილებელიც არის, რომ ყველა მინდა რომ იცოდეს თუნდაც აი ოდნავ გქონდეს შეხება თავის მატრიცასთან, იმიტომ რომ რას ნიშნავს ეს ბედის მატრიცა. აი ეს კითხვები, რაც ჩვენ დღეს უნდა განვიხილოთ, თითქმის ჩვენ არც გვექნება უბრალოდ აი ტარო რა შემთხვევაში დაგჭირდებოდა ისეთ ახლა დაუშვოთ მე ვიცი ჩემი პირადი დანიშნულება, მე ვითარდები ჩემი პირადი დანიშნულებაში, მე ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მე მომწონს, ძალიან დილა თენდება და მიხარია, მაგრამ მაინტერესებს აი ესეც რომ გავაკეთო კიდე მე ჩემ საქმიანობაში, აი რას იზავს, ანუ ადამიანებს რითი ასიამოვნებს, ჩემთვის როგორი იქნება აი კარგი, მე რას მომიტანს, ხო?
აი მაგისტრის ძალიან კარგია რომ გამოვიყენოთ მე უკვე ტარო ვკითხოთ, ხო? ურთიერთობაში მე ვიცი, მე მივდივარ ჩემ გზაზე, მე ვარ ჩემ ადგილზე, როცა საჭიროა მე ვარ ქალის ადგილზე, როცა საჭირო მე ვარ ცოლის ადგილზე, როცა საჭირო ვარ მე საყვარლის ადგილზე ჩემ მამაკაცისთვის, ხო? და ამიტომ ყველაფერი მაგრად ვითარდება და მე ვარ ბედნიერი, მაგრამ ტარო შემიძლია გამოვიყენო რისთვის? კიდე რა შემიძლია გავაკეთო მე იმისათვის, რომ ჩვენი ურთიერთობა იყოს მაგარი. აი ეს კითხვები არის ძალიან მნიშვნელოვანი თუ გინდათ რომ თქვენი ცხოვრება იყოს იცხოვროთ ჰარმონიაში, იმიტომ რომ მას ცხოვრობ მე ყოველთვის ასეთი კითხვებით, რა თქმა უნდა. ამიტომ იმ ჩემი სიუხვიდან ასე ვთქვათ, თქვენს გინაწილებთ ამ ყველაფერს და მინდა რომ თქვენს თუნდაც ცოტაც რომ გააკეთოთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვალოს და იყოს ბედნიერი. რა თქმა უნდა, ზოგისთვის ეს შეიძლება მიუღებელი არის და როგორც მიდის ცხოვრება ისე არის და რა შეუნდა მოусმინო ვიღაცას, ხო? რა უნდა შევცვალო, იმიტომ რომ ეზარებათ. ჩვენ ახლა არა ვართ ეს კატეგორია, ვინც ახლა ჩემთან ხართ აქ და ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს, რას მოგვიტანს ჩვენ ეს მომავალში, რა უნდა გავაკეთოთ, რას უნდა მივაქციოთ კიდე ყურადღება და კიდევ იმისათვის რომ უფრო მეტი გაიგოთ, ზოგ სხვადასხვა აა გაკეთებული მატრიცა, მაგრამ შეიძლება თან მე კი უგზავნი ახლა PDF ფორმატით, მაგრამ შეიძლება კიდე უფრო და უფრო დაწვრილებით აინტერესებს, თქვათ ეს თავისი რესურსები, თავისი ნიჭი, თავისი თქვათ ფული სად არის, მისი ფული და ურთიერთობები რატო, თქვათ კიდე რა უნდა გავაკეთო, ამისთვის მე გავაკეთებ 3 დღიან მარატონს, ვინც ახლა უყურებს, იმისთვის რომ უფრო კიდე განახოთ თქვენი რესურსები, რა შეგიძლიათ თქვენ და აქცენტი გავაკეთე, ვინც უყურებდა ჩემს სტორებს, თუნდაც ინსტაგრამში, თუნდაც ტელეგრამში, თუნდაც ტიკტოკზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ხათაშურის აი ბავშვებისთვის. თუ დაუშვოთ თქვენ ეს კითხვები გაქვთ, რომ აი ბაო, ჩემი შვილი თქვათ რაში უნდა განვითარდეს, სად რა შეაქვთ ნიჭი, აი თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ უბრალოდ უნდა იცოდეთ თქვენი შვილის თქვათ, ძიშვილის, ძმიშვილის, მამიდაშვილის, რა ვიცი მე, დაბადების დღე. всё, ანუ იმიტომ რომ ჩვენ ახლა მატრიცას მე როცა რომელსაც ვაკეთებ, იქ უფრო მეტი რა თქმა უნდა ვიღებ მე კიდე ინფორმაციას, მაგრამ აი ამ მარატონზე ეს დაგჭირდებათ მეტი არაფერი. და ძალიან საინტერესო იქნება, ვიცი რომ მე ახლა ხშირად ბავშვებშიც ამას ხსნი ხოლმე ენერგიებს და უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებ თქვენზე. ანუ რა ნიჭი გაქვთ, სად არის თქვენი ფული და ურთიერთობაში რა უნდა გააკეთოთ თქვენ იმისათვის, რომ უფრო და უფრო იყოს კარგი და ეს ურთიერთობა არა მხოლოდ პარტნიორთან, ეს ურთიერთობის კარმა ჩვენ გვეუბნება საერთოდ ურთიერთობაზე, თუნდაც საზოგადოებასთან, თუნდაც მეგობრებთან, თუნდაც ნათესავებთან და ასე შემდეგ. საერთოდ აი ისეთ სიღრმეს დაინახავთ თქვენ, რომ გაუცდებით, ამიტომ გვპატიჟობ თქვენ მარატონზე, ძალიან საინტერესო თემების გასარჩევად და თუ გაინტერესებთ ნამდვილად ეს, მაშინ აქ არის ლინკი ვიდეოს ქვეშ და შემოდით და ნამდვილად უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანეთს და თქვენს თავს უფრო კარგად კიდე გაიცნობთ. ისეთ საოცრებას დაინახავთ, რომ შეიძლება არც გიფიქრიათ, ან გიფიქრიათ და უფრო დარწმუნდებით, რატომ არის აი ის რაც არის. მოდით ახლა გავაკეთოთ ჩვენ და კითხვები გამზადებული მაქვს როგორც ყოველთვის. ახლა ჯერ ვნახოთ თქვენი ენერგია, ახლა რა ენერგიებში ხართ თქვენ. თუ ვინმე გადაახვია, უკან დაბრუნდეთ, იქ რაღაც საინტერესოს ვამბობ, იცოდეთ. так, ანუ რა ენერგიაში ხართ ახლა? ვისთვის არის ეს? ფართუნა.
კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. ოხო, ხო. ესე იგი გეტყვით ეგრევე. აი, როგორც თქვი თავიდან, ცოტა ისეთი ფორმატი ავიღა, არ ჩანს, ასე რომ ავიღო, მე არ დამეტევა. კარგით, განახებთ. ანუ ფარტუნა, ეს ვისაც ესმის არკანები, უბრალოდ განახებ. იმპერატორი. რვიანი არის პენტაკლებიც. ეხლა ნახეთ რა ხდება. რა ენერგიაში ხართ. ეხლა თქვენ ცხოვრებაში მიდის უდიდესი ცვლილება. ბედი ჩაერთო და ეხლა აი აქ ნამდვილად სხვა ადამიანები რა ვქნა არ იქნებიან ვიცი, ნუ შეიძლება იცით რა არის აი ეხლა ვინ არის ეხლა ამ შემთხვევაში საერთო ენერგიას როცა ვიღებ ჩვენ იმპერატორი, ეს არის პროფესიონალი, ეს არის ადამიანი, რომელიც იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას. ანუ მე ჩემს ცხოვრებაზე ვიღებ პასუხისმგებლობას. მე ასე გადავწყვეტ. ეს არის ზრდასრული ადამიანის პოზიცია. ეს არ არის ბავშვური პოზიცია, რომ ვიღაცამ უნდა რაღაცა მომცეს, ვიღაცამ რაღაცა უნდა გამიკეთოს, ვიღაცა რაღაცა უნდა თქვათ, ეხლა ჩემზე იზრუნოს, რომ მე ვიყო ბედნიერი, არა. აი ეს ფრაზა ხო იცით თქვენ მე ადამიანი როგორ სულით ადამიანი როგორ არის მარტო მოდის და მარტო მიდის. ეს კიდე ძალიან ღრმა ნათქვამია, რატო იცით, რომ ნამდვილად მარტო მე ვაგებ ჩემს თავზე პასუხს. არავინ არ არის ვალდებული აქ, არავინ არ არის, რომ მე ვიყო ბედნიერი. როგორც გრძნობ თავს შიგნიდან, ისე ვიქნები. გაიგეთ და როცა რატო გვაქვს ჩვენ ეს პრობლემები, რო თქვათ პარტნიორია ცუდი, სახელმწიფოა ცუდი, მთავრობა ცუდია, ყველა ცუდია, იმიტომ რომ ისინი არ აკეთებენ, არ მაკმაყოფილებენ მე. გაიგეთ რა ხდება? აი ამიტომ არის ეს ყველაფერი და აბა რატომ მე ვცხოვრობ იგივე საქართველოში და ამ საქართველოში მე ვარ უბედნიერესი. უზომოდ მიყვარს ეს ქვეყანა, უზომოდ მიხარია, რომ აქ ვცხოვრობ. რატომ? იმიტომ რომ მე ვაგებ პასუხს ჩემს თავზე. მე თვითონ ვაგებ პასუხს და მე მიყვარს უზომოდ ეს ქვეყანა. გაიგეთ რა ხდება. და აი აქ არის ეს სიტუაცია იმაზე, რომ აქ ადამიანს ნამდვილად ძალიან ბევრი რამ გაქვთ თქვენ გაკეთებული მაგისთვის. თქვენ ახლა თუნდაც 10 ადამიანმა ნახოს ეს ვიდეო, მე უკვე გამეხარდება. და თუ მეტად ნახავენ, ხო საერთოდ, მაგრამ რატო იცით, რომ აი ასეთი ადამიანები, აი რაც ახლა აქ აჩვენებენ ენერგიებით, ხო, არიან ძალიან მნიშვნელოვანი საერთოდ სამყაროსთვის და ასეთ ადამიანებს სამყარო ეხმარება. გაიგეთ? ყოველთვის და აქ კიდევაც გვაჩვენეს რა. ყოველთვის ფართუნას სამყარო გეხმარებათ, იმიტომ რომ აი ნუ სხვანაირად არ შეიძლება, როცა შენ რამეს აკეთებ შენთვის და არა მხოლოდ შენთვის, იმიტომ რომ შენ თვითონ თუ არ ახარ ბედნიერი, ბედნიერებას შენ სხვებს ვერ აჩუქებ და ვერ მისცემ, მაგრამ როცა შენ ზრუნავ იმაზე, რომ ანუ შენ გქონდეს ყველაფერი კარგი, აუცილებლად მე კარგი რა, ყველაფერი ურთიერთობაც, საქმე შენი, აი ეს ყველაფერი მოგიტანს შენ ბედნიერებას და მე შენ ამ ბედნიერებას მისცემ სხვას. სხვანაირად არ გამოვა. შენ თუ ყველაფერთვის იძახი რომ პრობლემა, შენ პრობლემებს მარტო უზიარებ და მე უკვე ესე ნუ არ ახარ საინტერესო, არც შენ თქვათ გარშემო მყოფ ადამიანებს და არც სამყაროს მით უფრო. აი ეს არის. ამიტომ რა თქმა უნდა, არც ფინანსები და არც არაფერი არ იქნება და არც ურთიერთობა. ხა ურთიერთობა თქვენ დაფიქრდეთ, როცა დაუშვით ახლა გინდათ რომ თქვენს გვერდით იყოს ადამიანი, რომელიც სულ წიწუნებს, რომელიც სულ არაფერი არ აწყობს, რომელიც სულ თქვათ რა ვქნა, რა გავაკეთო, ასეთი უბედური ვარ, ასეთი ჯვარი უნდა ვათრიო, ასეთი ისე რაფერ სულ წვალობ, გინდათ ეგეთი ადამიანი იყოს თქვენ გვერდით, მე მგონი არ გინდათ. მე მგონი უფრო იქნება საინტერესო და უფრო ეს კიდე უთყავს მე ვიღაცას შეუშვებს. მე რა თქმა უნდა არ გენდომებათ რა. ყველას უნდა რომ ის გვერდზე იყოს ძალიან ბედნიერი, ხალისიანი, ძალიან ბარაქიანი ადამიანი. ყველას ეგეთი გვინდა, ჩვენ გვერდით ყავდეს, ხო? მაგრამ აბა დავფიქრდეთ ახლა. მე როგორი ვარ?
რატო უნდა იყოს დაუშვათ ეს ბედნიერი ვიღაცა ადამიანი და სიუხვიანი, ხო, როგორც ახალი ქართველებს თქვით ჩვენ, ვარაქიანი. რატომ უნდა იყოს ჩემს გვერდით მე თვითონ თუ სულ წუწუნობ. ნუ დაფიქრდეთ ახლა. Так, ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ ესე იგი, პირველი, აი ეს სიტუაცია როგორ მოქმედებს თქვენს, აი ასეთი ენერგია რო გარის, თქვენში ბევრი რაღაცა იცვლება, თქვენ ბევრს მუშაობთ, აქ არ ნუ კი შემიძლია ისეც თქვა, რომ თქვენ ახლა რაღაცა თქვენში უნდა შეიცვალოს და თქვენ აქ სხვათა შორის ნუ ადამიანი, რომელიც ბევრს მუშაობს, პასუხისმგებლობასაც იღებს, როგორც ვთქვით და არის ადამიანი, რომელიცაც აი ყველაფერი ახალი აინტერესებს, გამცემი ადამიანი არის, ადამიანი, რომელიც ნამდვილად რაღაცა უკვე თავის თავში ბევრი რამ შეცვალა და სულ მაგაზე ფიქრობს, რომ კიდე რა შემიძლია გავაკეთო და ანუ ფართუნა მოვიდა თქვენს მხარეს რა, უკვე გეხმარებათ რა. და ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ ეს სიტუაცია როგორ იმოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე. როგორ იმოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე. აი თქვენ რო ესეთ ენერგიაში ხართ. თქვენს მოდით ასე ჯერ ვთქვათ, პირად დანიშნულებაზე, ანუ თქვენს საქმიანობაზე. აი ძალიან გთხოვთ, რომ ყოველთვის აი ეს სამი სფერო და მეოთხე ჯამრთელობა, ხო, მიაქციეთ ყურადღება და აი მართლა რა ამ 3-4 თემაზე რა, მოდით მე ჯამრთელობაზე ახლა ნუ არ ვმუშაობ, არა ვარ მე ექიმი. აი ამ სფეროებზე რომ მიაქცევთ ყურადღებას, ხო, დამერწმუნეთ, ძალიან ბედნიერები იქნებით. აი ამაზე ეს არ შეიძლება რომ მარტო დაუშვათ, მე მაინტერესებს მხოლოდ თქვათ ურთიერთობა, მეტი არაფერი არ მაინტერესებს. დაფიქრეთ, თქვენ რამდენად აი როგორიც თქვენ ხართ, აი ასეთი ადამიანი საინტერესო ხართ, აი ნახეთ, დაწერეთ, თუ გინდათ ასეთი პრაქტიკა გააკეთეთ, რომ აი თქვათ თვისებები იმ პიროვნების, ამ პარტნიორის, თქვათ, რომელიც თქვენ გინდათ რომ ყავდეთ გვერდით. აი დაწერეთ უბრალოდ ეს, რომ თქვათ ახლა ანუ ასეთი მინდა, აი მე ვთვლი რომ სათანადო. აი მე ნახოთ, აქედან თქვენ რა თვისებები გაქვთ კიდე ისეთი, რომ ასეთ ადამიანს მოეწონოთ. თქვენ რა შეგიძლიათ მისცეთ ამ ადამიანს? ისეც, რომელიც თქვენ ახლა აღწერეთ რა. და დაინახავთ, ახლა მე არ გამიკვირდება, რომ შეიძლება თქვენ ახლა даже ну აი ამ სიგნიფიკაციას თქვენ თუ იცანით თქვენი თავი, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ისე ახლა დაფიქრდით, იმიტომ რომ ხშირად გკითხულობ ხოლმე რაღაც კომენტარებში ისეთ რამეს, რომ ტირიან, რა ვქნა, ისეთია, ასეთია, ლანძღავენ თავის პარტნიორს გიждდები, ღმერთო, რა გინდა ასეთ პარტნიორსთან ამიხსენია. თუ ეგეთი უარგეს, მიყვარს, რა გიყვარს? ეს უკვე სიყვარული არ არის. ეგოში სულ სხვა თემა არის. აი ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ კიდე მარათონზე აუცილებლად. Так, როგორ მოქმედებს აი ესეთი თქვენი მდგომარეობა, ან იმოქმედებს, მოდით ასე ვთქვა, ჩვენ ხომ მომავალს უყურებთ 3 თვის განმავლობაში, რაც იქნება თქვენს პირად დანიშნულებაზე. ანუ მოდით ასე გავაკეთოთ, ეხლა რამდენად так, ეს მე და так, აი ასე გავაკეთოთ ჩვენ, მოიცადეთ. ეს იყოს აქ. ეხლა რა ხდება თქვენს ურთიერთობაში, მოდით ასე გავაკეთოთ. ეხლა რა ვქნა. აი ასე. ჯობია. ეხლა რა ხდება და ეს აი როგორ აი ეს ენერგიები როგორი მოქმედებს თქვენ ურთიერთობაზე, ასე ვქნათ. შემდეგი გავაკეთოთ ჩვენ იგივე, ესე იგი ჩვენ ვიღებთ პირად დანიშნულებას. ეხლა რა ხდება? და აი ესეთი თქვენი ენერგია, იმიტომ რომ ეს ძალიან მაგარი ენერგია. თუ არ ახართ, მინდა რომ იყოთ ნამდვილად მაგარი ენერგია. ეს ენერგია როგორ იმოქმედებს თქვენ პირად დანიშნულებაზე უკვე ამ 3 თვის განმავლობაში. ნუ პირად დანიშნულებას მე უბრალოდ ისე ვამბობთ, მაგრამ თქვენ აქ გულისხმეთ რა. იმიტომ რომ პირადი დანიშნულება არ ნიშნავს, რომ უნდა იმუშაო, დაუშვათ ეხლა
რა ვიცი, მასწავლებელი უნდა იყო და ან ექიმი. ესეც კი, მაგრამ შეიძლება პირადი დანიშნულება ვაფშე გქონდეს შენ იყო კარგი დედა, იყო კარგი ცოლი სიტყვაზე. ნუ ახლა შენ მასულმა აირჩიე, რომ ახლა ამ ცხოვრებაში მინდა უბრალოდ მარტო იყო მაგარი ცოლი სიტყვაზე, ხო? ეხლა მე როცა ამას ვამბობ, ნუ ეს არის საქმიანობა ამ შემთხვევაში, თქვათ. საქმიანობა, ანუ ეს რას ნიშნავს, როგორი საქმიანობა, თქვათ. ნუ აი ზუსტად აი თქვათ, რითიც ხარ დაკავებული, თქვათ, ხო? ეს საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ, რამდენად მოგწონთ და ეს აკეთა და აქეთ ავიღოთ ჩვენ ფინანსები მინდა ავიღო. საკადგილი მთავარი მე ყავს ეს აქეთ ცოტა. ფინანსური მდგომარეობაც ავიღოთ. ანუ ეხლა რა ხდება? ეხლა რა ხდება და რა უნდა ой, როგორ იქნება? ხო, 3 თვის განმავლობაში ახალგაზრდა 2 წამოვიდა კარგით და კიდე მინდოდა მეკითხა რომ აი თქვენ თვითონ საერთოდ რა გინდათ? აი ეს კითხვა რატომაც მოვიდა, თქვენ რა გინდათ? აჰა, ასე იყოს, ოკეი, იყოს ასე. ეს ინტერესო. და სინამდვილეში რა გჭირდება თქვენ, რომ თქვენი ცხოვრება უფრო და უფრო კარგი იყოს? არ ვიცი, დღეს რაღაც საინტერესო კითხვები მე ვფიქრობ, ნახოთ აბა, რას გვეტყვიან ახლა ჩვენ, ხო? დავიწყოთ ახლა. ურთიერთობით, ხო, დავიწყოთ. აი ვნახავ მე რამდენი უყურებს დღეს ამ ვიდეოს, იმით მივხვდები მე რამდენი მყავს აი ასეთი ადამიანები, ვინც ნამდვილად ვითარდება, იმიტომ რომ პირველს ვიღებ ახლა ურთიერთობას და ვინც ბოლომდე უყურეთ, გთხოვთ მომწერეთ მე კომენტარებში, მე ვუყურე ბოლომდე და მე მივხვდები რომ თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც იყო სიგნიფიკაციაში, რომელიც ნამდვილად მიდის თავის გზაზე და ვითარდება. დანარჩენები უყურებენ მარტო ურთიერთობას და всё. Так, ეხლა რა ხდება ურთიერთობაში? აქ არის ძალიან საინტერესო სიტუაცია. ეხლა ვიღაცას ურთიერთობა აქვს მანძილზე ნამდვილად. ბიჭებისთვისაც არის ის, ხო, შესაძლოა ბიჭებისთვის იქნება ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ იმპერატორი ეგრევე, ну, რა თქმა უნდა, იმპერატორი მე იმპერატრიცა ეგერ მოდის. ანუ ეს ყოველთვის, ну, ყველა ვარიანტში თქვენთვის იქნება ნამდვილად თქვენი გაშლა უეჭველი. ну, ინფორმაცია თქვენთვის იქნება, აი, აუცილებლად. ანუ ბიჭებისთვის არის ეს მომენტი, ზუსტად ურთიერთობაში შეიძლება თქვენ აქ ხართ მოლოდინში. ანუ რის მოლოდინში, იცით, გეტყვით ახლა. აი როგორ გითხრათ, იცით, ან ცდილობთ რომ ურთიერთობა გადაიყვანოთ სხვა უკვე დონეზე, მაგრამ აქ როგორ ბიჭებისთვის როგორი ენერგია მოდის, იცით? აი თითქოს ან მინდა რომ ჩემი ქალი შეიცვალოს, ან ველოდები იმ ჩემს საოცნებო ქალს. გაიგეთ, აი ეგეთი რაღაც არის ეს ბიჭებისთვის. ეხლა გოგოებს რაც ეხება, ნახეთ, ურთიერთობაში პრინციპში თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ თქვენი ურთიერთობა შეიცვალოს და უკვე ახალ დონეზე გადავიდეს. ანუ თქვენ ხართ აქ მთავარი ბიძგი ამ ურთიერთობაში, რომ აი ყველაფერს თითქოს ფიქრობთ, უფიქრებთ, რა გავაკეთო კიდე, რა შემიძლია კიდე გავაკეთო, როგორ, ანუ თქვენ აქ ფიქრობთ თქვენს ქალობაზე. გაიგეთ? ანუ ზუსტად ამ თქვენი ქალობის გახსნაზე. კიდე რა შემიძლია აქ თქვენ სხვათა შორის, ну, მართლა პასუხისმგებლობა აღებული აქვს და თქვენ მაგ თემაზე მუშაობთ. აქ უეჭველი, აი უეჭველი და სულ იმას აი ბევრს ოცნებობთ შეიძლება, ბევრს ფიქრობთ ამ თემაზე და ანუ რა თქმა უნდა სხვათა შორის აი აქ ამ სიგნიფიკაციაში თქვენ იცით რომ ეს ადამიანი რომელიც არის თქვენს გვერდით არის თქვენი ერთგული. თქვენ აქ ეჭვი არ გეპარებათ, გაიგეთ, სადაც არ უნდა იყოს, შეიძლება ეს ადამიანი თქვა სადღაც წავიდა, ან არ არის თქვენს გვერდით, სადაც არ უნდა იყოს, თქვენ სულ მაგას ფიქრობთ, რომ ჩვენ მე მაგისი მჯერა, მე მაგისი წამს. კიდე ერთი სიგნიფიკაცია არის, იცით, როგორი შეიძლება იყოს, რომ მე ვოცნებობ, რომ მე ისეთი მაგარი ქალი ვარ,
მე უკვე ანუ შეიძლება ყველაფერი გაქვთ დაუშვოთ ახლა თქვენ ფინანსებიც კარგად გაქვთ ეს ბარაკაც გაქვთ ეს სიუხვეც გაქვთ ხო ანუ ყველაფერი შეიძლება даже დედაც უკვე ხართ თქვათ ხო მაგრამ ეხლა ფიქრობთ რომ აი მინდა რაღაც ესეთი ურთიერთობა რომელიც აი სადაც ადამიანი იქნება აი ოცნებობთ შეიძლება ელაპარაკებით ზოგიერთ თქვათ მთვარის ვარსკვლავებს რომ გამომიგზავნე ისეთი ადამიანი რომელიც იქნება ჩემთვის აი ჩემი ნამდვილად ისეთივე პასუხისმგებლიანი პიროვნება როგორიც მე ვარ აი ესეც არის აქ ნახოთ როგორ შეიძლება ამ 3 თვის განმავლობაში так ეხლა არ გამიფუჭოთ ეს კარგი რამეა აი ზუსტად ნახეთ თქვენ გეძლევათ ძალიან პენტაკლების ტუზი მეკითხარით თქვენ რომ ეს ძალიან მიყვარს საერთოდ ეს ენერგია ძალიან მიყვარს იმიტომ რომ ეს არის დიდი შანსი უდიდესი შანსი ცხოვრებიდან ანუ აქ ანუ ის კი არ არის კი სულის დონეზე ძალიან მაგარია მაგრამ ჩვენ აქ ცხოვრობთ ხო და პენტაკლების ტუზი ეს რასაც გვეძლევა ჩვენ აი აქ დედამიწაზე დიდი შანსი გვეძლევა რომ ყველანაირი ანუ ძაქსა და მაგას დასთა ანუ დასრულდეს თქვენი ილუზია იმიტომ რომ ზოგი მაგალითად როგორი ილუზია კიდე ნახეთ ილუზია არის როცა შენ ფიქრობ არის ძალიან მაგარი ტექნიკა სხვათა შორის აუცილებლად მაგას ვასწავლე უკვე აი იმ კურსზე მადრიდიდან გამოსვლას იმიტომ რომ იქ ხა ყველა თემას შევეხებენ ეს ცალკეთი ამაზე მოგიყვებით მარატონზე ანუ არის ნახეთ მე მაგ ილუზია რომ ჩემ ცხოვრებაში არასოდეს არ შემოვა ადამიანი თქვათ რომელიცაც მე ვიქნები ბედნიერი ხო ეს არის ილუზია ну ეს ტექნიკა ეგეთი და როგორ უნდა შეცვალო მე მაგ იდეა და მე მჯერა რომ ჩემ ცხოვრებაში აუცილებლად ექნება ადამიანი ვისაც მე თავს ვიკეთებ ბედნიერად ხო ну ეს ახლა როგორც ტექნიკა გითხარით აი აქ არის გამოსვლა ამ ილუზიიდან რომ თქვენ არა გაქვთ დაუშვათ ახლა შანსი კი ბატონო თქვენ უკვე თქვენ გეუბნებათ რომ всё დასრულდა ეს მომენტები ეს შენი ბრძოლის ენერგიები შენი შიშის დასრულდა ყველაფერი აბსოლუტურად რა იმაზე რომ შენ არა ხარ ღირსი კი ბატონო ხო აი ეს ილუზია წავა იმაზე რომ შენ არასოდეს არ შეხვდება თქვათ ბედნიერი ურთიერთობა გაიგეთ იმიტომ რომ შანსს მოგცემენ აი ასეთ ენერგიაში თუ ხართ მაგ შემთხვევაში გაიგეთ იმიტომ რომ თქვენ უკვე იმდენს აკეთებთ რომ აქ უკვე სამყარო გეუბნება თქვენ რომ შენ ეს დასრულდება უკვე თქვენ ახლა ეს მარტო ილუზია არა უკვე შანსი გეძლევა შენ იმისი რომ შენ ნამდვილად ანუ აქ დაამუშავა ადამიანმა ეს ყველაფერი ანუ შიში რომ ეს მამაკაცი თქვათ არ შემოვა შიში რომ თქვათ სტაბილურობა არ მექნება შიში რომ თქვათ არაფერი თქვენ ეს ყველაფერი დაამუშავეთ უკვე თქვენს თავში და ამიტომ თქვენ გეძლევათ დიდი შანსი რომ თქვენ ნამდვილად უკვე ეს აღარ არის ილუზია ეს უკვე არის ნამდვილად დიდი შანსი იმისი რომ თქვენ აი ეს ენერგია რა ენერგიას ჩვენ ვთქვით თავში რომ ნამდვილად თქვენია თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა და ეს არ არის ილუზია ეს არის შანსი ბედნიერების თქვენთვის ეხლა ვნახოთ ჩვენ ესე იგი უკვე გადავედით მეორე სფეროზე თქვენი პირადი დანიშნულება ხო ანუ ეხლა ну დანიშნულება საქმიანობა რასაც თქვით ჩვენ აქ ეხლა ანუ რა სიტუაცია ან არის ან იყო აქაც ფარტუნა ნახეთ შეხედეთ იყო დიდი ხანი სტაგნაციური პერიოდი ეს იყო სიტუაცია როცა შეიძლება თქვენ ნახეთ აქ როგორი მომენტი არის საერთოდ მე-14 ენერგია ეს არის როგორი თემა როცა პრინციპში მე ვაკეთებ ერთი და იგივეს დიდხანს მაგრამ რო გითხრათ რომ თქვა სუნთლად ანუ არ გსიამოვნებდათ ნუ ახლა აქ ვერ ვეტყვი რა ეს როგორი მომენტი არის იცით რომ თქვენ სულ აკეთებდით ერთი და იგივეს და ელოდებოდეთ რომ რამე შეიცვლება ეხლა ნახეთ როცა მე მინდა რამე ახალი ხო ანუ ესე იგი დაუშვათ გაქვთ ოცნება ეს ოცნო რაღაცას აკეთებთ ამ ოცნებისთვის ხო მაგრამ არ ხდება არაფერი თქვა არ იცვლება
ოცნებაზე კი არ უნდა თქვა თუ არის. უნდა შეცვალოთ ქმედება. ანუ მე მინდა დავუშვოთ წინსვლა, მაგრამ მე მინდა უფრო მეტის დავუშვოთ ფინანსური, ფინანსები მინდა რომ გაიზარდოს, უფრო მეტი რაღაცები მინდა, მაგრამ ისე ვზივარ ერთი და იგივე თქვა სამსახურში. არ ვითარდები თქვა, ხო? ეს ვიცი რომ ეს ხელფასი რა ხელფასიც მე მაქვს, მეყოფა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რაც მე დღეს მაქვს. იმიტომ რომ всё, მეტი ვერა, მაგრამ მე უკვე მინდა, იმიტომ რომ ესე რო არის სტაბილურად თქვა, შენ შეგიძლია იყიდო პური და ყველი, მე მაგალითს ვიზამ. უკვე შენ ფიქრობ, так, ამ პურს და ყველს მე უკვე მინდა დავომატო ხორცი. ხორცი რომ ხორციც მქონდეს. ეხლა ხორცი რომ მქონდეს, ამ ხელფასს შეეგარეტება. რაღაცა უნდა გავაკეთო მე ისეთი, ესე იგი შევცვალო რამე, ხო? რომ უფრო ეხლა ხორცის პულიც მქონდეს. ეს მაგალითი ძალიან ბანალური, უბრალოდ მინდა რომ ადვილად აგიხსნათ. ეხლა ნახეთ, აქ თქვენ შეიძლება ერთი და იგივეს აკეთებდით, გიქმაყოფილიც იყავით, მაგრამ აქ რაღაცა მოხდა და აი ზუსტად ეს მაგალითი რა, უფრო მეტი მინდა, ესე იგი რაღაცა უნდა შევცვალო. ეხლა ვნახოთ როგორი იქნება ეხლა მომდევნო ეს სამი თვე, ხო? აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად იქნება ეგ სიტუაცია, რომ თქვენ ამას გააკეთეთ, იმიტომ რომ ამ თქვენმა დიდმა სურვილმა ისეთი სურვილი გექნებათ ამ ცვლილებების, ისეთი დიდი სურვილი გექნებათ, რომ ნამდვილად თქვენ ბევრ რამეს შეცვლით და ძალიან გმაყოფილი იქნებით ამ ცვლილებებს. შეიძლება თქვენში, ანუ აქ ნახეთ როგორი მომენტი არის. თქვენ ნამდვილად აი აქ იპოვით რაღაცა ისეთ საქმეს, რომელიც თქვენ მოგიტანთ აი იმ სასურველს, რაც თქვენ გინდათ. ეხლა ნახეთ. აქ არის ინფორმაცია. უეჭველი შემიძლია გითხრათ. თქვენ ხართ ჩემი აუდიტორია, ამიტომ მე უეჭველი შემიძლია ვთქვა, რომ ვინც აქედან ჩემს აუდიტორიიდან ვინც წამოვა იმ თუნდაც იმ მარატონზე, რომ შემთხვევითი არაფერი არ ხდება. ეხლა მე ჩემი მატრიცა ძალიან კარგად ვიცი და მაგით ვცხოვრობ და ბედნიერი ვარ ნამდვილად. ამიტომ მოვიდა დრო, რომ მე თქვენ გაგცეთ ეს ცოდნა მაქსიმალურად და იმიტომ რომ რადგან თქვენ ხართ ჩემს სივრცეში, ესე იგი და მიყურებთ, ესე იგი რაღაცა მე ვარ ეს გამტარი ენერგია, რომელიც თქვენ უნდა გადმოგცეთ ეს ინფორმაცია, ხო? ამიტომ ახლა ესეთი კაი კომენტარებში სულ კითხულობ, სწავლობ ქართულს თქვენგან. და კიდე ძალიან მაგარი სიტყვა იყო, კიდევაც დავსკრინე და დამავიწყდა. კაი, გამახსენდება. მადლობა, ისე ძალიან დიდი მადლობა. აი ისე მეხმარებით, თქვენ ხო აზე არა ხართ, როგორ მეხმარებით თქვენ, აი გახსენებაში მეხმარებით, როგორც მე ვეხმარები ადამიანებს მისი პირადი დანიშნულების გახსენებაში. იმიტომ რომ ჩვენ ვიხსენებთ. ჩვენ ყველაფერი რომ მოვედით, უკვე ვიცოდეთ რისთვის მოვედით, მაგრამ დაგვავიწყდა და მე ხა ჩემ კონსულტაციებით ვახსენებთ. ხო და თქვენ მე მახსენებთ ქართულს, იმიტომ რომ მართლა ბევრი სიტყვები დამავიწყდა და ის ზოგჯერ რომ მომწევთ, მეთქი ღმერთო ხო ვიცოდე ეგ სიტყვა. მადლობა, უდიდესი მადლობა. და თქვენ რომ მოხვალთ ჩემთან რომ მოხვალთ იმაზე მარათონზე, აი მეც გაგეხმარებით მაგრად. ვიცი რომ თქვენ მართლა ბევრ რაღაცას აი აქ თქვენ გაიგებთ თქვენს თავზე. აი მართლა რა და ძალიან გესიამოვნებათ, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის საჭიროა. და ფინანსები. ეხლა რა ხდება? ახლა რა თქმა უნდა, რატომაც არა, აქ ჩემთან გოგოები არიან, ყველა ძალიან მაგარი ძლიერი გვერდხების დედოფალი აბა ვინ იქნება. ანუ გვერდხების დედოფალი თქვენ ახლა აი აქ ნახეთ ფინანსებზე, აქ მე შემიძლია თქვა ვიღაცამ დაიწყო შეიძლება ახალი სამსახური. ანუ ის რომ დაუშვოთ, იცით რა, კიდემ ფინანსებზე თქვენში ეხლა მოხდა შეიძლება ერთი რაღაცა კიდე ნახეთ. შეიძლება თქვენ დაფიქრდით, ანუ მიდგომა შეცვალეთ, ნახეთ. დაფიქრდეთ იმაზე, რომ მე ფინანსებს უნდა გადავხედო, სხვანაირად უნდა შევხედო, იმიტომ რომ ნახეთ, აქაც ახლა პასუხისმგებლობა შეცვალა ადამიანმა ფულის სადმე, ანუ სად ვხარჯავ მე ფულს იმაზეც, ფულს სად ვხარჯავ. ანუ შევცვალე ჩემი ფიქრი, დაუშვათ სიტყვაზე. წერდით მარტო თქვათ, ეს შემოსავა, სხვათა შორის ეს ძალიან მაგარი პრაქტიკა. მე სულ მაგას ვაკეთებ, ძალიან მაგარი რა არის, იცი, აი, როცა თქვენ
აი ყველაფერი, ნუ არ აქვს მნიშვნელობა, თუ მარტო ხელფასი გაქვს, არ აქვს მნიშვნელობა, თუ დაუშვათ ხელფასი გაქვს და კიდე სხვა წყაროები გაქვს, ეგაც მაგარია. როცა თქვენ წერთ ყოველ თვიურად, ანუ რამდენი გაქვს შემოსავალი და მე რამდენს ხარჯავ და რაზე ხარჯავ. თქვენ დაინახავთ, ანუ ამ ტენდენციას, აი აქ შეცვალეთ, შეიძლება არ გქონდათ თქვენ ეს ტექნიკა, მაგრამ მე გეუბნებით გამოიყენეთ, იმიტომ რომ ვინც მაგალითად მუშაობს აი კლიენტებთან, ვინც მუშაობს, თქვათ, ახლა ვისაც აქ რამდენიმე წყარო, თქვათ, შემოსავლის, ვისაც შეიძლება თქვათ, ნუ პროცენტებზე მუშაობთ, აი ნახევთ თქვენ ხა ყოველდღიურად გინდათ თვიურად, როგორც თქვენ ახლა იღებთ, თქვათ, ნუ როგორ შემოდის თქვენთან ხელფასის შემოსავალი, ნახეთ თქვენ ტენდენციას, როგორ იზრდება, როგორ იცვლება და ანუ ეს არის ძალიან, ნუ კარგად მუშაობს რა, საერთოდ თქვენს ანუ თუნდაც თქვენს ზრდაზე შინაგანად რო უყურებ, აჰა, გავიზარდე, არა დღეს ამ თვეში რაღაცა დაიკლო, რატო დაიკლო, რა ვერ გავაკეთე და აი ესეც დაწერეთ, რომ ანუ ხარჯი და დაინახავთ თქვენ რამდენი რაღაცას ხარჯat ვაფშე საერთოდ ტყილა უბრალოდ და რამდენი შეგიძლიათ თქვათ, ახლა ნუ გააქვთ თქვათ, ახლა ზედა იყიდე და მეორე მესამე თვეში რა გინდოდა ვაფშე, შეიძლება ის ვაფშე არ ჩაიცო და კიდია და ამ დროს ეს ფული შეგიძლია რომ თქვათ სხვა რამისთვის გამოგიყენებინა ან და გადაგედო და მე თქვათ, ну არის რაღაცა ნივთები, რომელიც ჩვენ იმ წუთში არ გჭირდება, მაგრამ ჩვენ ვყიდულობთ და მე ეს სადღაც გდია და ამ დროს შეგიძლია ეს ფული სხვა რამისთვის გამოგვიყენებია. აი აქ რატომ ამაზე გამომახველი ყურადღება, იმიტომ რომ აქ თითქოს თქვენ იღებთ აი კიდევ და კიდევ იღებთ რაღაც პასუხისმგებლობას, რომ მე გადავხედე ჩემს სიტუაციას და აი მართლა, იმიტომ რომ აქ შეიძლება იყოს უცბად იმპულსიური თქვათ, ხარჯვა ფულის, გაიგეთ, რაღაცა მომინდა, წავედე დავხარჯე. მომინდა, წავედე დავხარჯე. მე ვუყურებ და ვფიქრობ, რა თქმა უნდა, რაღაც სისულელე გავაკეთე. გაიგეთ, აი ეგეთი რაღაცა და ამიტომ ფული როგორც შემოდის და ისევ თქვენ ბევრს შრომობთ, ფული შემოდის, მე ასე დახარჯე, საწავიდა, აზი არა ვარ. გაიგეთ, რა ხდება? აი ეს დასთა ახლა მე რა სისტემაში ვმუშაობ, სადაც არის გვერდხები, არის ესე რა ქვია, ჰაერი. ხო, აი ჰაერი. აქ ძალიან მყაფიოთ, ერე ნაჩვენებით, ნახეთ. წავიდა. და აქ ადამიანი დაფიქრდა იმაზე, რომ ნამდვილად რომ რა გავაკეთო, რაღაცა უნდა შევცვალო. ნახოთ, აბა რა ცვლილება შეიძლება იყოს აქ. ну რას გითხარით პრინციპში, კი ბატონო. ნამდვილად თქვენ აქ იღებთ პასუხის, კი. ანუ თქვენ აქ ნახეთ რა ხდება ფინანსებზე, რაც ხდება. თქვენ ნამდვილად უკვე ნახეთ, აქ გოგოს ენერგია, აქ დედოფალი არის, აქ მეფე. გოგო არის აი ზუსტად მე რასაც ვაკეთებ, მაინც გოგოა. აი ეს მინდა, ეს მე ვიმუშავე და რატომ არ შემიძლია დავხარჯო, რაზეც მე მინდა. კი, როგორ არ შეიძლება, მაგათ ცოტა უნდა დაფიქრდეთ, უფული გინდა. აი აქ უკვე ერთობა კაცის ენერგია, როცა ერთობა, კაცი უკვე ახლა გვერდხების მეფე, ესეთი ტიპაჟი, რომელიც კი აკეთებს ყველაფერს, მუშაობს, მაგრამ ყველა აბსოლუტურად მეფე, აი ენერგია მეფის, უკვე ადამიანი, გამოცდილი ადამიანის, ნუ თავის სფეროში, ხო? და აი აქ ახლა საქმეს კი გავაკეთებ და ფულსაც მიიღებთ აუცილებლად და თან ნახეთ რა ხდება თქვენ, როცა ამ სიტუაცია, რასაც თქვენ გააკეთებთ, ხო? ერთი წუთით. აჰა, всё, კი ბატონო, კი. ანუ თქვენ ნამდვილად უკვე მიდგომას შეცვლით, თქვენ უკვე აღარ ნერვიულობთ ფულზე. იმიტომ რომ მიდგომას რო შეცვლით, თქვენთან წამოვა ეს ფული უკვე აი დიდხანს გაჩერდება, მოდით ასე ვთქვათ, თქვენ ცხოვრებაში. როცა თქვენ აქ უნდა შეცვალოთ მიდგომა ფულისადმი და ამაზეც ვილაპარაკებ ჩვენ მარათონზე აუცილებლად რა, ყველა თემას შევეხები, იმიტომ რომ მე იცით თქვენ ახლა ვინც მიყურებთ, რომ ტარო უბრალოდ ჩემი ინსტრუმენტი არის, როგორც მატრიცა. მე ვარ ადამიანი, რომელიც ახლა ბიზნესთანაც მაქვს შეხება და ყველა სფეროში რა, აბსოლუტურად, ასე რომ ვთქვათ, რასაც ვიხილავ, ვიცი პირად დანიშნულებაზეც მუშაობ, ურთიერთობებზე უამრავი კურსი მაქვს გავლილი და მუშაობ და ფინანსებზე იგივე. ანუ მე შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს უფლება, რომ ამ ყველა თემებზე ვილაპარაკო. უბრალოდ რა არის, იცით, ტარო გინდა მატრიცა, ეს არის როგორი თემა.
ეს არის ადვილი ინსტრუმენტები, რომელიც ადვილად გვეუბნებიან ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. გაიგეთ? ანუ ადვილად ჩვენ არ ხო უნდა აი წლები შეიძლება ახლა მე მაგალითად სანამ არ გქონდა საკმაოდ დიდ ასაკში შევედე ამ თემებში, მანამდე ვეძებდი და ეს არის ძალიან გრძელი გზა. და ძალიან დანჯვიანი გზა, ასე რომ ვთქვათ, გაიგეთ? და ეს არის სწრაფი გზა, როცა შენ უკვე გეუბნებიან რეცეპტს. აი ეს უნდა და შენახოთ ან ცნობ შენ თავს, აქ არ არის თქვათ ახლა მე რა ვიცი მე ვაფშე, ეხლა მე რომ მითხრა, იცი რა შენ ბალეტში უნდა განვითარდე, იცი რა შენი პირადი დანიშნულება ბალეტი. იცი რა ბავშვობაში კი მომწონდა ბალეტი და მინდოდა ძალიან, მაგრამ რაღაც მე ეჭვება რომ მე ახლა ბალეტში რო განვითარდე, გავხდები მსოფლიოში ცნობილი ბალერინა რა, ანუ რაღაც ძალიან მეეჭვება, მაგრამ მე როცა მეუბნებოდნენ თუნდაც რომ შენ ძალიან ისეთი ადამიანი ხარ, რომელსაც გიყვარს თქვათ ასწავლო, ანუ გიყვარს თქვათ ცოდნის გაცემა, გიყვარს თქვათ რაღაცა წიგნების წაკითხვა, რაც გაინტერესებს იმის ინფორმაციის მოპოვება და აი ამ დარგში რო განვითარდე, სიტყვაზე ახლა, ნუ მე ძალიან მინიმუმს გეუბნე. ნუ ვიფიქრე, კი, მასწავლებლობა ბავშვობიდან ვუცნობ, ხო? ანუ ეს არის მატრიცა. რომ მე რო გავხსენი ჩემი მატრიცა, ესე იგი პროსტა ჭკუიდან შევიშალე. ბავშვობიდან ვთამაშობდი მასწავლებლობას, აი ბავშვობიდან გეფიცებით პატარა რო ვიყავი, სულ პატარა ეს მახსოვს და უფრო ცოტა რო გავიზარდე, ოცნება მქონდა რომ ყოფილი ვიყავი სკოლის დირექტორი, გეფიცებით რა, რაღაცა ფილმი ვნახე და აი მატრიცა რო გავხსენე, ასეთი ვიყავი, საიდან აი ეს არის მატრიცა, გაიგე და მე ეს საიდან დამემართა უკვე დიდ ასაკში და ეხლა რო ნუ მაინც ხოჭის დამეხმარა ძალიან. მაინც მეხმარება. მივხვდით და ეხლა გააქვთ თქვენ საშუალება რომ ყველანაირად ეხლა ეს საიდან რაც უფრო მალე გაიგებთ იმ საიდანს უფრო მალე იქნებით კარგად. ნეტა ეს გამიგო ეს მატრიცა ერთი კიდე 20 წლით ადრე. უფრო ეს 20 წელიც უფრო მეტ ბედნიერებას მომიტანდა. ნუ ყველაფერს თავისი დრო აქვს, მაგრამ უბრალოდ ეგ არის რომ ჩვენ ზოგჯერ ეხლა გადავდოთ, გადაფული არა მაქვს, არ მცალი დრო არა, ნუ კაროჩა ეს სისულელები, ეს არის სისულელე. ეს არის ხლა დროს კარგვა, პროსტა აი დამიჯერეთ, ესე ხლა დროს კარგვა არის, რომ თუ გინდა პულიც მოგივა და ყველაფერიც მოგივა იმისთვის რომ გაიგო შენზე ყველაფერი. ეს არის ისეთი სისულელე, ღმერთო მე ხა ვეგეთე ამის როცა მეუბნე მეცინება, იმიტომ რომ ისეთი რაღაციდან გამოვათრიე ჩემი თავი, მე თვითონ და დღეს ვკაიფობ ჩემი ცხოვრებით, რომ ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ იმისთვის რომ შენ გაიგო შენი ცხოვრება როგორ უნდა გავამჯობესო, ფული არა გაქვს, კაი გეხოცები რა. იპოვი კი არა, რას არის ზავ. ესე იგი არ გინდა და მოგწონს ეს შენი სიტუაცია, რაშიც ზიხარ ახლა. ეხლა ნახეთ, თქვენ რა გინდათ თქვენ თვითონ, თქვენ კი გინდათ ფულიც გინდათ, სიტუაციაში ცვლილებას გინდათ და ყველაფერი ძალიან კარგად გინდათ. აქ ახლა ნუ მე ხო თავშიც ვთქვი, რომ აქ ახლა რა თქმა უნდა ისეთი ადამიანები არიან, ვისაც ნამდვილად უნდა რომ მაგისი წინსვლა იყოს, რომ არ მინდა რომ მარტო მქონდეს მხოლოდ ის რაოდენობა თუნდაც ფინანსების, რომელიც აი მეყოს თქვათ, როგორც ჩვენ წეგან ვთქვით, კარაგზე და ყველე და პური, ხო? ჩვენ ხორციც გვინდა, ხო? ამიტომ, ნუ ვინც ხორცს არ ჭამს, სხვა რაღაცა, ბევრი ბოსტნეული, ხო? გინდა თქვენ და სინამდვილეში ახლა, ნუ რა თქმა უნდა, კი. ყველაფერი, კიდე ფარტუნა, მესამე ფარტუნა. აი, ფარტუნები. так, გამეცალეთ. აჰა, ნახეთ, ფარტუნა უკვე არის 10-იანი ცვლილება. ფარტუნა აგერ არის. დუზი იცით თქვენ, პატარა ფარტუნა, ამისი ენერგია და აგერ არის მესამე. აქ არის როგორი სინამდვილეში შენ უნდა თვითონ აიღო, აი და იმპერატორი არის იგივე პენტაკლების მეფის ენერგია. სინამდვილეში შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. და არჩიო, უკვე გზა, всё, უკვე ფარტუნა შენს გვერდით არის. მოვედი, ბედი, მოვიდა შენთან და გეუბნება. ყველაფერი შენს ხელში. მე დაგეხმარები. შენ ხარ სწორ გზაზე. ამიტომ ჩემო სიხარულებო, თქვენ როგორც გადაწყვეტ, ისე იქნება. ყველაფერი თქვენს ხელშია. ყველაფერი აბსოლუტურად. მე კი ამით დაგემშვიდობებით.
ვისაც უნდა თავისი ცხოვრებაზე უფრო მეტის გაგება გიგელოდებით ეხლა ჩემთან რა თქმა უნდა ტრენინგებზე და ჩემ კლუბში და გელოდებით ეხლა ჩემთან პირველ რიგში მარათონზე სადაც მე ბევრი ინფორმაციას თქვენ მოგაწოდებთ. Ну, ვისაც არ უნდა რა ვქნათ. იწვალეთ და გავაკეთეთ ჩვენ გვინდა კაი ცხოვრება, ხო? მიყვარხართ ძალიან და მადლობა რომ ხართ ჩემთან.